რამდენიმე ქვეყანაზე უნდა ვისაუბროთ. პირველ ყოვლისა რა საკვირველია მადუროზე და მის ვენესუელაზე. მადურო იცით თქვენ რომ დაკავებულია და ტრამპს კითხეს შემდეგი რამ რეპორტიორი რა გჭირდებათ დელსი როდრიგესისაგან. ეს დელსი როდრიგესი არის ვიცე-პრეზიდენტი ვენესუელისა. ტრამპი ჩვენ გჭირდება სრული წვდომა ნავთობზე და სხვა რესურსებზე და მათ ქვეყანაში რაც საშუალებას მოგცემს აღვადგინოთ მათი ქვეყანა. ანუ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მადუროს მოცილების შემდეგ ტრამპმა არ შეარჩია რომელიმე ოპოზიციონერი, რომელსაც ალბათ მაინც ნაკლები ავტორიტეტი აქვს ვენესუელის საზოგადოებაში. პრინციპში ის ეყრდნობა მოცემულ ეტაპზე ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს, ოღონდ ეს უკანასკნელი და მთლიანად მადუროს მთავრობა, აწუყე დაატყვევებული მადუროს მთავრობა ადეკვატური უნდა იყოს. ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, რომ გაექცეს სახმელეთო ოპერაციას, იმიტომ რომ სახმელეთო ოპერაციის ატარების წარმოების შემთხვევაში იცის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ დიდხნიან ყულფში გახობს თავს და შეიძლება ვერც მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებიც დახვავებულია და ბუნებრივია რომ დახვავებული იქნებოდა, იმიტომ რომ ასე იოლი არ არის მოიცილო ერთი არაადეკვატური ქვეყნის ძალიან არაადეკვატური ლიდერი და სახმელეთო ოპერაციის გარეშე დაამყარო წესრიგი, ხოლო სახმელეთო ოპერაციას სხვა უამრავი პრობლემაც მოაქვს. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცოტა ხნით მაინც ან დროებით მაინც შეერთებული შტატები და კონკრეტულად პრეზიდენტი ტრამპი დაეყრდნობა დელსი როდრიგესს. ტრამპი ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება სრული წვდომა ნავთობზე და სხვა რესურსებში იგულისხმება ბუნებრივი სასარგებლო წიაღისეული. აპირებთ თუ არა მოსთხოვოთ დელსი როდრიგესს ოპოზიციონერი ფიგურების დაბრუნება ან პოლიტიკური პატიმრებისგან თავისუფლება. ამ საკითხზე ჯერ არ მივსულვარ თუ ამბობს ტრამპი, თუმცა რასაკვირველია შეერთებული შტატები ამ საკითხამდეც მივა და რასაკვირველია შეერთებული შტატები იქნება ადეკვატური, ანუ ყველა ის პოლიტპატიმარი და ესეთი პოლიტპატიმარი ყავს ვენესუელას დაახლოებით 800-900 პირი ადეკვატური ხელისუფლების პირობებში, ადეკვატური დროებითი ხელისუფლების პირობებში რასაკვირველია იქნება განთავისუფლებული. ახლა ის გსურს, რომ მომაწესრიგოთ ნავთობის საკითხი და ეს ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ იცით, რომ ნავთობ ობიექტებიც არის დააბომბილი და ასევე იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიები უნდა შევიდნენ ვენესუელაში და აწარმოებენ ნავთობი. ეს იმისთვის, რომ უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ და ყველაზე უფრო წინაზეც თქვი, რომ დაახლოებით 2 წელი მაინც დასჭირდება, მეთქი წელიწად-ნახევარი მაინც დასჭირდება, რომ ვენესუელის ნავთობი შევიდეს ბაზარზე. ეს ჩვენს კონტექსტში, ჩვენი ფართო რეგიონის კონტექსტში ძალიან საინტერესოა, ისედაც დავარდნილია ნავთობის ფასი ახლა მსოფლიოში. რუსული ნავთობი საერთოდ უნდა აიკრძალოს, მეთქი ასე ვიტყვი, მოკლედ რუსეთმა ვერ უნდა მოახერხოს ბევრგან საკუთარი ნავთობით ვაჭრობა და არა თუ $50 ბარელზე, არამედ გაცილებით ნაკლები იყოს ბარელ ნავთობზე ფასი, რათა რუსეთმა ვერ შეავსოს საკუთარი ბიუჯეტი და შესაბამისად ვერ აწარმოოს ომი უკრაინაში. ამგვარი სხვანაირი ანაკონდური, ასე ვიტყვი, მოხრჩობის პოლიტიკა აქვს რუსეთისა შერჩეული პრეზიდენტ ტრამპს. ახლა ის გსურს, რომ მოვაწესრიგოთ ნავთობის საკითხი, მოვაწესრიგოთ ქვეყანა, ფეხზე დავაყენოთ იგი და შემდგომ ჩავატაროთ არჩევნები. ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ტრამპ სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ტრამპი მადუროს ქვეყანას იპყრობს, ოკუპაციას ახდენს და ასე შემდეგ, ბევრი ტრამპის საკრიტიკო განცხადება გაგვცელდა გაკეთდა ჩვენს ქვეყანაშიც მათ შორის. ტრამპი ფრიად ამბობს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს და ვენესუელა დამოუკიდებელი ქვეყანა. ვენესუელა არ არის ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ ამერიკული, რომელიც გახდა უკვე შემდგომ გახდება ტრამპის სამიზნე. კუბა მაინც ცენტრალური ამერიკა, ის არ ვიცი ისიც თუ არა თქვენ, რომ აქ საუბარი არის მათ შორის კოლუმბიაზეც. ტრამპი ამბობს და ამ ინფორმაციასაც ჩავიკითხავ, რომ კოლუმბია ძალიან ავადაა, მას მართავს ავადმყოფი კაცი, რომელსაც უყვარს კოკაინის წარმოება და მისი გაყიდვა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრამპისთვის ეს წითელი ხაზია, დამოუკიდებლად იმისა, რა დამოკიდებულება აქვს იმ შემთხვევაში ვენესუელის და ამ შემთხვევაში კოლუმბიის ხელისუფლების მიმართ. ის ამას კიდევ დიდხანს ვეღარ გააკეთებს.
და მე უკვე ამბობს საოცარ სიტყვებს, კიდევ ერთი ოპერაცია უნდა ჩავატაროთ ალბათ ამჯერად უკვე კოლუმბიაშიო. სამხრეთ ამერიკული პრობლემები, ამერიკის სიახლოვეს არსებული პრობლემები ამით არ ამოიწურება, რასაკვირველია იქნება რიგში კუბაც, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საბოლოო ჯამში ბრწყვნადაც არღებს. კუბა ყოველთვის ვენესუელის ხარჯზე ახერხებდა ხოლმე გადარჩენას, ამბობს დონალდ ტრამპი. ახლა მათ ეს ფული აღარ ექნებათ და შემოსავლის წყაროც აღარ ექნებათ. იცით, გუშინ ბევრი კუბელი დაიღუპა. არ ვიცი იცით თუ არა თქვენ ეგრა მაგის პასუხი, რომ 33 კუბელი მადუროს გარემოცვიდან დაიღუპა, რომლებიც უშუალოდ იცავდნენ აწუხე ყოფილ ლიდერს ვენესუელისა მადუროს და თქვენ ეს იცოდით, რომ ბევრი კუბელი მოკლეს, აგე ტრამპიც ამას ამბობს. მადუროს პირადი მცველები 33 კუბელზეა საუბარი, ვფიქრობ კუბაში რეჟიმი უბრალოდ დაეცემა, არ მგონია რომ რაიმე მოქმედება დაგჭირდეს. დიახ, კუბა როცა პარტნიორები არ ეყოლება მას და მადურო მისი მთავარი პარტნიორი იყო, ეს მადურო ხო კუბა რასაკვირველია დაეცემა ძალიან მალე. აქვე ლინცი გრემი და ლინცი გრემზე კიდე სხვა რამესაც ვიტყვი, თქვენ უბრალოდ დაელოდეთ კუბას, კუბა კომუნისტური დიქტატურა ამბობს ლინცი გრემი, რომელმაც მღვდლები და მონაზვნები დახოცა, ისინი საკუთარ ხალხს ძარცვავდნენ, მათი დღეები დათვლილია და მართლაც კუბა ეხ რამდენ 10 წლეულიანი პაუზის ამდენ 10 წლეულიანი ისტორიის შემდეგ სავარაუდოდ შეიცვლება და სხვაგვარი გახდება ეს ქვეყანა, რომელმაც რას არ გაუძლო, რა პერიოდები არ გაიარა, ცხადია პირველ ყოვლისა გულისხმობ კუბის რევოლუციას და ფიდელ კასტროს და რაულ კასტროსაც. რასაკვირველია, რაღაცა ლინცი გრემი ვახსენეთ, მე აქ მოვნახავ ერთ ინფორმაციასაც თქვენის ნებართვით. ლინცი გრემი ეს ტრამპის ფავორიტი სენატორი ამბობს შემდეგ სიტყვებს, ხო, ბოდიში ინდოეთთან დაკავშირებით ტრამპის განცხადება აუცილებლად ყურადღება მისაქცევია. ამერიკის პრეზიდენტი აფრთხილებს ნიუ-დელის, რომ შესაძლოა გააძლიეროს ზეწოლა მასზე, ანუ ინდოეთზე, რადგან სავაჭრო მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ მიმდინარეობს. ინდოეთი რუსეთისაგან ყიდულობს და იძულებულიც არის, ეხლა თუმთლად გულახდილები ვიქნებით, ნავთობს, აი ვენესუელის პრობლემის საბოლოოდ მოგვარების და მათ შორის ვენესუელის ნავთობის ბაზარზე გამოტანის შემთხვევაში და არა მადუროს კონტროლის ქვეშ, უნებრივია ამ შემთხვევაში ინდოეთსაც და არა მხოლოდ ინდოეთს სხვა რესურსებზე წვდომაც ექნება. ლინცი გრემამდე უნდა მივიდეთ. ლინცი გრემი ამბობს შემდეგს, უყურეთ და ეს უკვე ძალიან საინტერესოა ჩვენს რეგიონში, ჩვენი რეგიონის ფორმატში. მადურო არ გაქრა ჩვენ სურგს ვქნიდან, მაგრამ არა უშავს იყოს ის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა იყო მოცემულ ეტაპამდე მსოფლიოში, ყველაზე მნიშვნელოვანი არა, მაგრამ თავარი ტუსაღია ახლა და მას გაასამართლებენ, არ ვიცი ისიც თუ არა, 93 წლის ის მოსამართლე გვარი საფრთხო დამავიწყდა, რომელიც 2001 წლის 9/11-ის საქმეზე იყო მოსამართლე, რომელიც ბილ კლინტონის დროს არის არჩეული, 93 წლის არის ეს კაცი და რომელმაც აუგზავნა ტრამპს გასახლება ვენესუელელებისა იზოლებით, აი ვიდრე ამ ოპერაციამდე, მოკლედ არ არის მაინც და მაინც ის მოსამართლე, რომელიც ტრამპის ყველა გადაწყვეტილებას თუ ყველა ადმინისტრაციის ყველა ნაბიჯს ამართლებს, როცა მიდის ხოლმე, როცა ამ კაცამდე მიდის სასამართლო პროცესები. ეხლა შეეხება ლინცი გრემს, ლოცულობდა იმედი მაქვს, რომ 2026 წელი იქნება ის წელი, როდესაც ჩვენ ირანს კვლავ დიათს გავხდით და მან დაიხურა ამასობაში Make Iran Great Again ლინცი გრემმა, ესეთი არის ჩანს თუ არა, ესეთი კეპი, ისი თქვენ რომ Make America Great Again იყო ტრამპის ლოგზუნგიც და ქუდზეც ამ კეპზეც ეხურა ხოლმე, ლინცი გრემმა შავი ფერის ეს კეპი დაიხურა თეთრი წარწერით, თუ არ ვცდები და არ ვცდები, გახადე ირანი კვლავ დიადი დასავლური მედიაში ბოლო დღეები აქვს ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი პირველ ყოვლისა მიიტანს შეტევებს ირანზე და საჰაერო შეტევები გულისხმება და აიათოლა ალი ხამანეის რეჟიმის მმართველობას კი დასრულდება, იმიტომ რომ ტრამპსაც აქვს გაკეთებული თუ არ ვცდები ამასთან დაკავშირებით განცხადება მივალ აქამდე, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო ფრიად არა ადეკვატურია უკვე სხვა რეგიონში, ირანი უფრო რთული
სამიზნეა ვიდრე ვენესუელა გაგიკვირდებათ და იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი მაინც ოკეან გამოღმა, მაგრამ რაღაცა ტრამპი იღებს თუ ტრამპი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, როგორც წინა ჯერზე, როდესაც ირანის ბირთვული პროგრამა დაიბომბა, ამჯერადაც უკვე რეჟიმ ჩეინჯზე შეიძლება წავიდეს დონალდ ტრამპი. აქვე ერთი საყურადღებო ამბავი იცით თქვენ რომ პრეზიდენტ ზელენსკითან შეხვედრამდე პრეზიდენტ ტრამპს დაუკავშირდა პრეზიდენტი პუტინი, რომელმაც უთხრა საოცარი რამ, რომ მეო ვაგე შეხვდებიო შენო ხა ზელენსკის, მაგრამ მინდა გითხრაო რომ ჩემი რეზიდენცია ვალდაიში დაბომბეს უკრაინელებმა 91 დრონი გამოუშვესო, ცხადია 91-ვე გაუნებელყოფა მოვახერხეთ ჩვენ, მაგრამ ეს რომ ვიცოდეთ, ამგვარ სასტიკეებს, ამგვარ საშინელეებს ჩადის უკრაინა. უფრიად აღშფოთდა იმ მომენტისთვის ტრამპი და განიხილა კიდეც პრეზიდენტ ზელენსკისთან ეს საკითხი, პრეზიდენტ ზელენსკიმ გასაკვირველია ეს ყველაფერი უარყო. მე ირკვევა, რომ რუსეთს ეს ყველაფერი მოსჭირდება მოსამზადებლად იმ ნიადაგისა, ამის შედეგად უნდა რომ მიეტანა იერიშები კიევის სამთავრობო კვარტალზე. რუსეთს სასაკვირველია რანაირი პრიჩინა ეგრეთ წოდებული არ ჭირდება, როცა უნდა მიიტანს ამგვარი იერიშებს კიევის უკრაინის სამთავრობო კვარტალზე. რასაკვირველია ის მოწადინებულია რომ დაარღვიოს ყველა საერთაშორისო სამართალი ყოველგვარი სხვა პრეცედენტების გარეშე და რასაკვირველია პუტინს უნდა რომ პირადი მტერი ზელენსკი გაანადგუროს, მაგრამ უკვე შემდგომ ტრამპი კი თითქოს აღშფოთდა ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა ეს პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა, მაგრამ და როგორ გაბედეს უკრაინელებმა, ამის გაკეთება არ შეიძლება ბოზდაო, მაგრამ უკვე სპეცსამსახურება ამერიკის შეერთებული შტატებისა მიმდინარე წელს 2026 წელს ოფიციალური დოკუმენტი გამოაქვეყნეს იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი შეტევა უკრაინელებს რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე არ განუხორციელებიათ. შესაბამისად ეს თუ მე ვიცი, ბუნებრივია ის შეერთებული შტატების 57 ლიდერმაც და მან უარყო და თქვა შემდეგი რამ, რუსეთის მტკიცება რომ უკრაინა პუტინის რეზიდენციას დაესხა თავს, მე არ მჯერა რომ ეს დარტყმა განხორციელდა, მე ვიცი რომ ამგვარი დარტყმა არ განხორციელებაო, უბულაო, რაღაც საკმაოდ ახლოს კი მოხდა, მაგრამ ამასთან, ანუ რეზიდენციასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მე კითხეს ტრამპს, მაშინ რატომ დაუჯერეთ პუტინსო და ტრამპი ფულუფრთხილად აბსოლუტურად ასე ვიტყვი, ასუხობს შემდეგ რამეს, რომ იმიტომ რომ იმ მომენტში ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, არემ რომ ვთქვათ, ესეც დიახ ტრამპი იმ მომენტში დაუჯერა პუტინს, მაგრამ რეალურად უკვე როდესაც სპეცსამსახურება გაავრცელეს სწორი ინფორმაცია, ტრამპმა რასაკვირველია სწორი ინფორმაცია მიიღო. ტრამპს არ ჯერა რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციაზე იერიში მიიტანა, ჩვენ არ გვჯერა რომ ეს მოხდა. ახლა როცა უკვე შევძელით ამის გადამოწმება, თუმცა ეს იყო პირველი, რაც ამის შესახებ მოვისმინეთ, პუტინის მტკიცება იგულისხმება. ჩვენ უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი და უკრაინა ამ საკითხს მოაგვარებენ. ვფიქრობ, ჩვენ რაღაც მომენტში შევთანხმდებით, იმედია მალე, ოღონდ ეს შეთანხმება მარც მალე და არც გვიან ჩემი მოსაზრებით არ მოხდება. ისევ და ისევ ვუბრუნდები აიათოლა ალი ხამენეის მას კი არა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა აიათოლა ალი ხამენეი გაიქცეს თეირანიდან მოსკოვში და იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები მიიტანს იერიშს, ეს ბარემ რო ვიცოდეთ და ეხლა ისევ და ისევ პუტინი, უკრაინა, რუსეთი, აღარ გვინდა მადურო მეთქი კი შემიძლია ვთქვა, თუმცა მადუროზე სულ ლაპარაკობთ და სულ ვილაპარაკებთ კიდევ კარგა ხანი მაინც. უკრაინაში ომი გაგრძელდება, მშვიდობა არ იქნება, პუტინს გადაწყვეტილი აქვს, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო განადგურდეს. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოსკოვის პირობებით სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ კიევს, არამედ მთელ ევროპას და მთელი ევროპა რასაკვირველია ელის იმას, რომ უკრაინაში გარკვეული წარმატებების მიღწევის შემთხვევაში და ამ წარმატების შანსი არის, განა არა აქვს რუსეთს რომ ამგვარ წარმატებას მიაღწიოს. მერე უკვე რუსეთი ან ესტონეთს, ან კალინინგრადის მიმართულებით პოლონეთსა და ლიეტუვას ერთდროულად შეუტევს. პუტინს სჯერა რომ ომს იგებს, პუტინი ამაში დარწმუნებულიცაა და ამგვარ მოხსენებებსაც ამგვარ ამას მოახსენებენ კიდეც, რომ რუსეთს აქვს გარკვეული წინსვლები, თუმცა რუსეთს არსებითი კონცეპტუალური წინსვლები, რასაც არ დაავრცელებდნენ ისინი, მაგრამ ამის პასუხია არა აქვს. ირანთან დაკავშირებით კი კვლავ ესეთი მარყუჟი ირანის თავზე ვიწროვდება.
და ჩვენთვის საინტერესო არის ის, რამდენად სწორ პოლიტიკურ თამაშს ითამაშებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს ხო ჩვენ არ ვლაპარაკობთ ვენესუელაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს პრინციპში ერთი რეგიონის სხვა ჩვენივე რეგიონის სხვა ქვეყანაზე, ირანზე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო არის მოდის ვიხდი გეტყვით ხო, ლინსიგრე მივახსენე პრინციპში და რა ნაბიჯებს, რა განცხადებებს გააკეთებს ირაკლი კობახიძის მთავრობა, იმ ირაკლი კობახიძისა, რომელიც პრინციპში ღია პარტნიორი იყო ირანისა. ახლა მე გუშინ გაგიფცელეთ ინფორმაცია, გუშინ მოგახსენეთ, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ისინი ცდილობენ, ანუ საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა ისრაელთან ურთიერთობის დაალაგებას, თუმცა ისრაელში ისმის კითხვები, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რატომ უჭერდა ოდესღაც მხარს ირაკლი კობახიძის მთავრობა, ბანდიტი კობახიძის მთავრობა ირანს და რატომ ჩადიოდა გასვენებაში, რატო იყო ხოლმე ლამის წირის უფლებში იდგა პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძე. ვერ დაალაგებენ ისრაელთან ურთიერთობასაც, მეთქი ამას თუ ვიტყვი, ალბათ გასაკვირი სულაც არ იქნება. მოკლედ, მადურო უკვე აღარ არსებობს, ამერიკა ეყრდნობა არსებულ ხელისუფლებას მადუროს გარეშე დარჩენილს. ოღონდ ის მმართველების ადეკვატურები უნდა იყვნენ და მივალთ ჩვენ ვენესუელაში არჩევნებამდე. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, სადაც დასუსტდება, როცა დასუსტდება რუსეთი და სადაც დასუსტდება, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამბავია. ვენესუელაში იქნება თუ აქეთ შეგვიძლია აიათოლას ფოტოც გამოგვეტანა, ხო, შეგვეძლო, სადაც რუსეთი სუსტდება, ეს ძალიან კარგია, როცა რუსეთი სუსტდება, ეს ძალიან კარგია ჩვენთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ უფრო სერიოზული ტურბულენტურ ზონაშიც კი შეიძლება მოუხდეთ ტურბულენციაც კი იყოს გარშემო. ნახვამდის.